მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დღეს გაშლა გვექნება თქვენს მომავალზე. ამიტომ მოთავსდით ლამაზად. შეგიძლიათ ვიდეო დააპაუზოთ. იფიქროთ თქვენ თავზე. და ვნახოთ ამჟამად რა მდგომარეობით მოხვედი. თქვენი სახელი, დაბადების წელი. და ვნახოთ ამჟამად რა მდგომარეობით ახარ მოსული. ჩემო კარგო, ძალიან საყვარელი ადამიანი ხარ, მაგრამ ამჟამად ძალიან დაღლილი, მოწყენილი, ან რაღაცაზე ძალიან გაბრაზებული ხარ, გულგატეხილი ხარ და შენ საქმეებში, შენ ცხოვრებაში მიდის ახლა ცოტა არ იყოს მერყეობა. კიდევ ვნახოთ რა მდგომარეობა გაქვს. რაში აქვს საქმე იცი, როცა უნდა რომ ნახტომი გააკეთო, როცა უნდა იბრძოლო, ამჟამად ძალიან დიდი განცდები ამოგივიდა. არ შეიძლება ცოტა არ იყოს შიშები გქონდეს. კიდევ ვნახოთ. ჩემო კარგო, არ დაყარო ფარხმალი. დადექი მაგრად, შენ საერთოდ რო არ გაკლია, არაფერი ისეთი ადამიანი ხარ, წარმატებული ადამიანი ხარ, სხვათა შორის ძალიან კარგი ახალი ამბები გელოდება. და აუცილებლად ახლო მომავალში დიდი სიხარულები გელოდება, ჩემო კარგო. ახლა ვნახოთ, რატო ხარ ასე მოწყენილი? და რატო გაქვს შიშები, ვნახოთ ამაზე, რაზე განეცდი ასე ძალიან, რა გიშლის ხელს? რატო ხარ იცი მოწყენილი, ჩემო კარგო? თითქოს შენი წარმატებები რაღაცა ყველაფერი ცუდად მთავრდება. გულგატეხილი ხარ, იმიტომ რომ რასაც აკეთებ, თითქოს ყველაფერი წყალში გივარდება. ამოგივიდა აქ მამაკაცი. სხვათა შორის ეს მამაკაცი როგორი პიროვნება იცი, შეიძლება ადრე შენზე უფრო ძალიან ფიქრობდა, ამჟამად არა. წამოვიდა რაღაცა დიდი უშანსობა, თითქოს უფრო რაღაცა მტრულად გეჩვენება, ან არის თქვენში უფრო მეტად რაღაცა მტრობასავით, აი ასე რომ ვთქვათ, რატო იცი? არის რაღაცა უშანსობა წამოსული თქვენში, ან შეიძლება იყოთ მიწყევლელი. ასე მოკლედ და კონკრეტულად რომ ვთქვათ, ვიღაცას მიუწყევლია თქვენი თავი, არ გაიხაროთ, კაი დღეები არ გენახოთ, ასეთი პოზიცია გაქვთ. შენ თვითონ ძალიან ძლიერი და მომთმენი ადამიანი ხარ. და სხვათა შორის ფინანსებში ძალიან ამობრუნებული სიტუაცია ამოგივიდა და თითქოს დანაკარგს მიჩვენებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვერთხები ამოგივიდა, ჩემო კარგო. ნახოთ კიდე რა ხდება. სხვათა შორის შენ მომავალი ძალიან კარგი გიჩანს, სინათლიანი მომავალი გიჩანს, მაგრამ იცოდე, აქ ვიღაცა ქალბატონს ვხედავ, ნაღალატევ ადამიანია, აქ ვინც არის ეს ქალბატონი. თითქოს ღალატი უნახია თავისი მეუღლესგან. აი ესეთი პიროვნება მოგდის. შენ ამჟამად მერყეობა კი გაქვს, მაგრამ შანსები მოგდის, ძალიან დიდი გამოცდილება გაქვს, ძალიან ბევრი რამე გინახია ცხოვრებაში და ბევრჯერ
ძნელ სიტუაციებიდანაც ახარ გამოსული, მაშინ რა გელოდება ჩემო კარგო? რა არის იცი? აქ ვხედავ ძალიან დიდ ნერვოს. შენ აუცილებლად უნდა გაუფრთხილდე შენს ნერვიულობას. არი ნერვიულო, თორე ეს ნერვიულობა უფრო და უფრო გაგიძლიერდება. ამაში კი იმედიანად იყავი, ფულში უნდა გაგიმართლოს, რაღაცა თანხას ვხედავ, აუცილებლად უნდა მოგივიდეს. ამჟამად გითხარი, დარდი, განცდები, ძალიან დიდ ნერვიულობას ვხედავ შენში. რაც გაფრთხილებს კარტი? ჩემო კარგო, შენ ყველაფერს მოაგვარებ, აი ძალიან ცოტა დრო დარჩენილი. ყველა საქმეებს დაალაგებ, აი ბეჭედივით დაარტყავ შენ საქმეს. ისეთი წარმატება გელოდება, მაგრამ ერთ რამეს გეტყვი. გვერდზე მდგომი ვიღაცა ქალბატონი ჩანს აქა. ეს იცოდე, შენთვის სანდო და კარგი მეგობარი არ არის. ამას მოუფრთხილდი. ნახე გარედან, როგორი წარმატება კი ჩანს. სხვათაშორის შენი ზარალი, პრობლემები სულ გარედან მოდის. არ თქვა რომ მტერი არ მყავსო, მტერი გყავს ჩემო კარგო. ახლა ვნახოთ 36 კარტში რა გელოდება. ისე ვიფიქრე შენზე, შენს მომავალზე და ვნახოთ რა გელოდება. თქვი შენი სახელი, ჩაიფიქრე შენი სურვილი და კითხე, რა მელოდება მომავალში. ნახოთ რა გელოდება. ამჟამად ჩემო კარგო, ძალიან დიდ სიბნელეში ვხედავ შენ თავს. არი ნერვიულო, თორე შეიძლება რაღაცა ავადმყოფობა ამოგივიდეს, ან შეიძლება ავად გახდე. დაანებე ნერვიულობით თავი. აქ კაზიონ სახლს ვხედავ. შეიძლება კაზიონის სახლზე დამოკიდებული სამსახური იყოს, არ რაღაცა კაზიონის საქმე შეიძლება მოსაგვარებელი კონდეს. მოაგვარებ, სიხარული გელოდება. წარმატებაც გელოდება, დრო შესაფრიალებ. აქ მამაკაცი ამოგივიდა, კარგი ახალი ამბებით დაგიდგება გვერდზე. კიდე გვერდზე ვიღაცა მამაკაცი დაგიდგება, შეიძლება ფორმიანი ბედგამონაცვალი, არ ვიცი ვინ არის, შეიძლება შავგვრემანი იყოს. შენ ფულიც გელოდება. დიდი სურვილის შესრულებაც გელოდება, ასე რომ შენი მომავალი ბრწყინვალე კარტი გაქვს ჩემო კარგო. ეს პერიოდი გადიხარ ძალიან ცუდ პერიოდს უბრალოდ, ძალიან დიდ ნერვიულებებს ვხედავ. და ჯობია ნერვიულობას თავი დაანებო. მე ასე ვფიქრობ, რომ თქვენ უფრო მტრების საწინააღმდეგო გააკეთოთ რამე რიტუალი, აუცილებლად გაიკეთეთ რაღაცა დაცვა, რომ პრობლემა არ შეგხვდეს. შენი ჯავრები ჩემო კარგო, ჯავრი ნერვიულობა, ყველაფერი პუსტაში წავა, ღმერთის წყალობა და რაღაცა ცვლილება გელოდება. კარგი, იქამდე არ დაგავიწყდეს ვიდეოს მოწონება, რომ ეს გაშლა აუცილებლად ასრულდეს.
კი, ჩემო კარგო, ამჟამად შენ როგორიც გინდა რომ სურვილი აგისროლდეს და ფეხზე დადგე, ჯერჯერობით ნერვიულობას ვხედავ. ლაპარაკი გელოდება, სახლის ჭერი კარგად ამოგივიდა. აი გეუნები დარდი, ნერვიულობა განცდა გიჩანს, მაგრამ სადღაც გზა გელოდება. შეიძლება ძალიან შორი გზა არ იყოს, მაგრამ რაღაცა სადღაც შეიძლება გზაზე წახვიდე. ამჟამად გული ძალიან გაპოსტავებული გაქვს, ნახე. ჯავში და ნერვიულობაში ხარ და რამხელა გულგატეხილი დგეხარ. ახალგაზრდა ბიჭიდან კარგი მაგიდა და სიხარული გელოდება. ვიღაცა გალბატონიდან ფული გელოდება, ჩემო კარგო. ყველაფერი კარგი გელოდება, მაგრამ ახლა ხარ ცოტა ნერვიულობაში. არა უშავს, გადავა. წამოდი შენი ნერვიულობა. ნახოთ კიდე. აი უყურე ჩემო კარგო. შენ რო დროშა უნდა დაიჭირო, რო უნდა გახდე ბედნიერი, შენი საქმე რო უნდა მოაგვარო, ჯერჯერობით, ნახე, საეჭოთ დგეხარ, ან ვერ გადაგიწყვეტია ეს შენი ბედნიერება, ეს შენი წინსვლა, შეიძლება ასეც იყოს, შეიძლება კიდე, შენს ბედნიერებას ჯერჯერობით ხელს რაღაცა უშლიდეს. ხელს უშლის რაღაცა, ან ცოტა არ იყოს, დრო იწელება, დრო გჭირდება. მოულოდნელი სიხარული გელოდება ვიღაცა ახალგაზრდა გოგონადან. აქ ხალხმრავლობაში გხედავ და ამოგივიდა ღმერთის წყალობა. ჩემო კარგო, ახლა გეტყვი რაღაცას. შენ ძალიან ჩქარობ, ძალიან მალე გინდა ის საქმე გაკეთდეს, რაც შენ გინდა. ამ ბედნიერებას ჯერ ცოტა დრო სჭირდება. ან ეს ბედნიერება და წარმატება შეიძლება შენ თვითონ ვერ გადაგიწყვეტია, რა გააკეთო. ამიტომაც სწორი გადაწყვეტილება მიიღე, ან ცოტა დროს დაელოდე. ახლა ჩემო კარგო, დროებით გემშვიდობები. თუ პირადი კონსულტაცია გინდა, შეგიძლია დამიკავშირდე 557 64 38 91 WhatsApp-ში ან Viber-ში. ახლა გემშვიდობები, ნახვამდის.